ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში საბჭოთა ოკუპაციის გვირეულის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის საბჭოთა ისტორიის ჩვენება მოეწყო. ფილმის რეჟისორი ედვინ შნორი საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას ერთმანეთს ადარებს. ოკუპაციის თემაზე მეორე საჯარო სკოლასთან არსებული პანტონიმის სტუდიის ხელმძღვანელმა გიორგი ქობალიამ მოსწავლეებთან ერთად პერფორმანსიც წარმოადგინა. ეს ბოროტების ზალა ოკუპაცია რაც არის თემა, ეს ძალიან დიდი, ძალიან მტკივნეული და ძალიან საშიში თემაა. ძალიან დიდი ძალაა, რომელიც გვებრძოდა და გვებრძვის დღემდე. და მინდოდა მეჩვენებინა და გამომეხატა თუ როგორი სიბინძურით, როგორი რაღაც ქვეშ-ქვეშობით და გაიზვერებით აღწევს ჩვენში. და ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ერის ესეთი თავდაცვა, ესეთი თვითონ რაც აქ სულში, ესეთი სიავალე მინდოდა მეჩვენებინა დღეს მოყოლებისთვის. ოკუპაციის გვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა. ნაჩვენები იყო საბჭოთა ისტორია, ფილმი, რომელშიც ასახული არის წლების განმავლობაში რუსეთის იმპერიის მიერ განხორციელებული ძალადობრივი აქტები, არა მარტო საქართველოში, არამედ ნახევარ მსოფლიოში და ეს ღონისძიებები, რომელიც გაიმართება ამ კვირის განმავლობაში ჩვენს ქალაქში, მიძღვნილი იქნება და გაახსენებს ქართულ ახალგაზრდობას იმ ტკივილს, იმ ტრაგედიას, რომელიც გადაიტანა ჩვენმა ერმა. ოკუპაციის გვირეულის ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით ყველა რეგიონის საჯარო სკოლაში ფილმის საბჭოთა ისტორიის ჩვენება მოეწყობა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის 2010 წელს მიღებული დადგენილების თანახმად 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.